ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, სადაც ატლანტის ოკეანე კლდეებს ეჯახება, გადის გზა კამინო დე სანტიაგო. გზა, რომელიც 1000 წელზე მეტია აკავშირებს ევროპის ხალხებს სანტიაგო დე კომპოსტელას წმინდა კათედრალთან. იგი დღესაც რჩება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ, იერუსალიმისა და რომის შემდეგ, სადაც ყოველწლიურად 100,000-ობით მომლოცველი ესწრაფვის არა მხოლოდ წმინდა ადგილებში, არამედ საკუთარი სულის სიღრმეებში მოგზაურობას. იგი ესპანეთის დანარჩენი ნაწილისაგან ძლიერი კელტური ფესვებით გამოირჩევა. ეს გავლენა აშკარაა რეგიონის მუსიკაში, ცეკვებსა და უძველეს ქვის ნაგებობებში, კასტროებში. ამით ეს რეგიონი ირლანდიას ან შოტლანდიას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე მადრიდს ან ბარსელონას. მისი ხმა ისმის არა მხოლოდ ზღვის ტალღებში, არამედ გაიტას ჰანგებშიც, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც რჩება ამ მიწის ეროვნულ საკრავად. მაგრამ როცა მუსიკა ჩერდება და ღამე ბურუსით იფარება, ხალხი ყვება სანტა კომპანას ლეგენდას. ლეგენდას ჩურმისულების პროცესიის შესახებ, რომელიც სანთლებით მიემართება ბილიკებზე და შემთხვევით შემხედთა სულებიც თან მიჰყავს საიქიოში. ამ რეგიონის ქალაქ ლა კორუნიაში ვიპოვით ჰერკულესის კოშკს, მსოფლიოში უძველეს მოქმედ რომაულ შუქურას. და თუ სოფლებში გავივლით, თვალწინ გაიშლება მისი სიმბოლო, ორეო. ქვის სვეტებზე აღმართული ქარისა და დროისაგან გამძლე ბეღელი, რომელიც ოდესღაც მარსვალს იცავდა, ეს კი რეგიონის იდენტობის ცოცხალი ნიშანი. დიახ, ეს რეგიონი გალიცია, მომლოცველთა ბილიკებით ნაქსოვი მიწა, რომელიც პირველივე ნახვით იპყრობს გულს და სამუდამოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში.